და რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ სულიერ ცხოვრებაზე ვსაუბრობ და თითოეული ჩვენთაგანის პასუხისმგებლობაზე და აღთქმაზე, რა თქმა უნდა, ვერ ვიცხოვრებთ ქრისტიანულად და ვერ ვიქნებით ქრისტიანები და ვერ ვისაუბრებთ ქრისტიანობაზე, თუ ჩვენ არ გვექნება სწორედ ჩვენს ნამდვილ მღვდელმთავართან, ანუ ქრისტესთან, რომელიც ასე ლოცულობს ჩვენთვის და ჩვენს პასუხისმგებლობას წარმოაჩენს ჩვენს წინ, ჩვენს ნამდვილ მღვდელმთავართან ურთიერთობა და ეს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, იცით, ყველაზე ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებული სახის არის გონიერი ლოცვა, მოუკლებელი ლოცვა, რომელიც გამოითქმის ამ სიტყვებით უფალო იესო ქრისტე შემიწყალე. თუმცა ეს ლოცვა, რომ თითოეული ჩვენთაგანის ნამდვილი საკუთრება გახდეს და ის არ იყოს რაღაცა მექანიკური რაღაცა ერთობა სიტყვებისა, ამისათვის აუცილებელია თითოეულმა ჩვენთაგანმა იცოდეს ვინ არის და როგორია ქრისტე, იცოდეს რა სიტყვის მაცხოვარი ჩვენგან, იცოდეს რა მაგალითს გვაძლევს და იცოდეს რა სათხოვარი გვაქვს ღვთის წინაშე. როგორ გავიგოთ ეს ყველაფერი? ამ ყველაფრის გაგების ორი წყარო არსებობს. ეს არის ახალი აღთქმა და ეს არის ლოცვითი კანონები. ეს დილის ლოცვა იქნება, საღამოს ლოცვა იქნება, ფსალმუნები ძალიან აღმატებული დაუჯდომლები, პარაკლისები, ხო? თქო, იესოს ტკბილის დაუჯდომელი და ესე იგი საგალობელი და პარაკლისი. მე თუნდაც აი ამ ლოცვით მე ვიცი, ხვდები ვინ არის ქრისტე და მე რა უნდა უთხრა მას. და წმინდა წერილი როგორც გითხარით. როდესაც ადამიანის ცნობიერება გაჯერდება იმით, თუ ვინ არის ქრისტე, რას ნიშნავს მე მწამს ყოვლადწმინდა სამება და რას ნიშნავს მე ვარ ხატი ყოვლადწმინდა სამება ღმერთისა და რა არის ჩემი სათხოვარი ღვთის მიმართ. როცა მთელი ჩემი არსება ამით გაჯერდება, აი ამის შემდეგ უკვე და თან და ამის პარალელურადაც თუ მე სწორედ ლოცულობ. სწორედ ლოცვა იცით რა არის? თითოეული სიტყვის გააზრება და განცდა. ჩააფრინდა თითოეულ სიტყვას ისე როგორც აი ხეცი რო ჩააფრინდა კბილებით რაღაცას და არ გაუშვებს. თითოეული სიტყვის გააზრება და განცდა. როცა ესე ლოცულობს ადამიანი და ნელ-ნელა შემოდის ეს ცნობიერება ჩვენში, მერე უკვე როცა ამბობ უფალო იესო ქრისტე, აი ამ სამ სიტყვას. ამ სამ სიტყვაში უფალო იესო ქრისტე. ეს სამი სიტყვა სამ სიტყვას ამბობ, მეც არა, მაგრამ ეს არის კონცენტრირებული მთელი ლოცვითი კანონები, რაც კი არსებობს და ფსალმუნები. რაც კი ფსალმუნებში და ლოცვით კანონებში ღმერთზე რაიმეა ნათქვამი. წმინდა წერილში, როგორც ძველისი აღთქმაში. ყველა პარაკლისში, დაუჯდომელში, დილა-საღამოს ლოცვებში, ზიარების კანონში, თელ მწუხცის კარში ყველაფერი, მწუხცის კარსაც გულისხმობ. ყველაფერი თუ რაიმეა ღმერთზე ნათქვამი. ყველაფერი არის ამ სამ სიტყვაში. უფალო იესო ქრისტე. თუ რაიმე განცდა მოსულა თქვენს გულში, მთელი ამ ლოცვითი კანონებიდან და ფსალმუნებიდან და მწუხცისგან თქვენს გულში რაიმე განცდა მოსულა, ყველაფერი კონცენტრირებული ხდება აი ამ სიტყვაში. უფალო იესო ქრისტე. ეს ხედავთ, იესოს ლოცვის საფეხური როგორ არის ის სიტყვიერი ლოცვები. იმიტომ რომ შეიძლება ეს სიტყვები მექანიკურად იოგებს ჩვევიათ ხოლმე რაღაცა იმეორებენ ამ სიტყვებს. გასაცილოა. ეს როგორც ცარიელი სიტყვების რა ხარუხია და კრეხელობა თავისთავად ცხადია. იმიტომ რომ არ იცის არა ქრისტიანმა, არ იცის რა იგულის რა განცდა მოვიდეს ამ სამ სიტყვაში. ხა ეს გასაგები რო იყოს რას ვამბობ, მაგალითად ადამიანს უყვარს ვიღაცა. ეს იქნება შვილი, მეუღლე, დედა, მამა, მეგობარი, არ აქვს მნიშვნელობა. და ეს სიყვარული და ეს მრავალი წელია ეს ურთიერთობა არსებობს. იმის სახელს რომ ამბობს ან გაიხსენებს, ეს სახელი რაღაცა სიტყვების, რაღაცა ბგერების ერთობლიობა და რაღაცა სიტყვების ბგერების რაღაცა ხმაური კი არ არის, არამედ ეს იწვევს რაღაც საოცარ ასოციაციას ჩვენს გულში მთელი ამ ადამიანის და ამ ადამიანთან ურთიერთობის მთელი ეს სამყარო, განუმეორებელი და უნიკალური სამყარო განიცდება შენი გულის მიერ, როცა ამბობ ერთ სიტყვას. ან ორ სიტყვას, ასე და ესა და ეს მომენატრე სიტყვაზე, ყველაფერია ამაში, ხო ხვდებით? აი დაახლოებით ესეთი რაღაცაა. ამიტომ, როდესაც ადამიანი ამბობს უფალო იესო ქრისტე და მას აქვს გამოცდილება, ის არის ღრმად, ამიტომ იესოს ლოცვის, გონიერი ლოცვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა, როგორც ამბობენ მამები, ეს არის ღრმად ეკლესიური ცხოვრება. ღრმად ეკლესიური ცხოვრება თავის სინანულით, თავის ოდების განცდით, ყველ საიდუმლოებებთან მიახლებით, წმინდა წერილის და ლოცვების ზედმიწევნითი ცოდნით, ფსალმუნების ასე შემდეგ. უფალო იესო ქრისტე და მთელი ეკლესია და შემიწყალე მე,
თუ რაიმე სათხოვარი არსებობს ამ ლოცვებში, წმინდა წერილში, წუხცისხლის თუ რაიმეა ყველაფერი ამ ორ სიტყვაში შემიწყალე მე და ნახეთ რა გამოვიდა, უფალო იესო ქრისტე შემიწყალე მე. მთელი მეცნიერება, მთელი ღვთისმეტყველება, მთელი ლოცვითი კანონები, აბსოლუტურად ყველაფერი არის ამ 5 სიტყვაში. ამიტომ არის ეს გასაღები ყველაფრის. და მე საოცრად ხომ ხდება, რომ ის ყველაფერი გეხმარება, რომ ეს 5 სიტყვა გახდეს შენთვის თელი სამყარო, და რადგან ეს თელი სამყარო არის 5 სიტყვაში კონცენტრირებული, როგორც ბასრი მახვილი ისე შედის შენი გულის გულში, როგორც ბასრი მახვილი, არ გაძლევს გაბნევის საშუალებას და მთელი ეს ქრისტიანული ძველი თუ ახალი აღთქმის სამყარო, ყოვლადწმინდა სამება და ღმერთის განკაცება და ასე შემდეგ, ყველაფერი გრიალით, აი რაღაც ტარანივით არის შემოანგრევს შენს გულში და შემოაქვს მთელი ეს სამყარო. აი ძალა იესოს ლოცვისა და გონიერი ლოცვისა, რომელსაც ესე უგულობას ყოფენ ხანდახან სამწუხაროდ ზოგ მონასტრებში და ხიბლი იცისო, ხიბლი იცით რა მიცის? ქრისტიანი რო გონია თავი, ნიღაბი რო გიკეთია ქრისტიანისა და აზე რო არ ახარ, აი ამან იცის ხიბლი, ხოლო როგორ შეიძლება შემიწყალე მე, როგორ შეიძლება იესო მხსნელო იგივე და ქრისტე ცხებულო და ჩემო უფალო, როცა აი ეს მთელი ამ განცდით შენში შემოდის და შენს უბადრუკობას ხედავ აი ამ საოცარი ფენომენის და ფონზე და ამავე დროს იმ განცდას, რომ აი ესეთი უბადრუკი შეგიყვარა აი ამ გრანდიოზულმა აი ამ მოვლენამ ღმერთმა, რა ხიბლზეა ლაპარაკი? რეალობა არის იქ, სადაც რეალობაა, სადაც სინამდვილე ხიბლი არ არის, ხიბლი არის იქ, სადაც ტყუილი. და სადაც ქრისტიანობის პროფანირება ხდება, ანუ ტყუილია, იქ ხიბლი სწორედ იქ არის. ასე რომ მოუკლებელი ლოცვა, ანუ იგივე გონიერი ლოცვა ჩვენი საკუთრება უნდა გახდეს და მე რადგან ჩვენ ესე დავიწყეთ, რომ აი რა უნდა ვაკეთოთ, მე ამის საპასუხოდ თუმცა ამდენი ვისაუბრებ, მაგრამ რა არის გასაგები რა იყო, მე ვერ ვიტყვი ახლა ამ სიტყვებში, როგორ დაგვეხმარება, მაგრამ მე მინდა დასასრულს წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვს მე გირჩევთ საერთოდ, წმინდა ეგნატე ბრიანჩაინოვი იყოს თქვენი ერთ-ერთი უსაყვარლესი ავტორი და სამაგიდო წიგნი, იმიტომ რომ ამ ადამიანმა, ესე იგი, მე-19 საუკუნეში, თუ მე-19 საუკუნეში შეკრიბა ფაქტიურად ყველა მთელი წმინდა მამების ასკეტური სწავლება, არსებობს ეს სამწუხაროდ ქართულად ფრაგმენტებია ნათარგმნი, რუსულად არის ძირითადად 5 ტომეულია. ეხლა მე ფრაგმენტი, რომელსაც წაგიკითხავთ, ეს არის მეორე ტომიდან და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მან შეკრიბა წმინდა მამების ასკეტური ნაშრომები სულიერი ცხოვრების შესახებ და მისი კონსპექტი გააკეთა ამ 5 ტომში და ეს იყო უნიჭიერესი ადამიანი, უნიჭიერესი, გენიოსი იყო შეიძლება ასე ითქვას და მთელი თავისი ნიჭი და გენია მოახმარა სწორედ აი ამ სულიერი ცხოვრების ჩვენთვის თანამედროვე ენაზე გადმოცემას. მე ამ ამონდარით წაგიკითხავთ და ამით დავასრულებთ. მოუკლებელი ლოცვა, სადაც ვახსენებ, იქ ყველგანი გულისხმება ესეთი გონიერი ლოცვა, იმიტომ რომ მოუკლებელი კანონების კითხვა არ არსებობს. მოუკლებელი ლოცვა, რომელსაც პავლე მოციქული გვეუბნება, როგორც წესი, ეს არის იგივე სინონიმი აი ამ გონიერი მოკლე ლოცვისა. მოუკლებელი ლოცვით მოღვაწე სულის სიგლახაკის მდგომარეობას აღწევს. ეს ის სულის სიგლახაკი, ნეტარიყვნენ გლახაკნის სულითა, სადაც როცა წინა შეხვედრაზე ვთქვით, როცა ადამიანს აქვს ესეთი მდგომარეობა, რომ მას ქრისტეს გარდა გულში არაფერი არ აქვს. ყველაფერი მის გარეთ არის, ხოლო შიგნით მხოლოდ ქრისტეა. მოუკლებელი ლოცვით მოღვაწე სულის სიგლახაკის მდგომარეობას აღწევს. არის რა მუდამ ღმრთის მოწყალების იმედად იგი უფრო და უფრო ნაკლებად ენდობა საკუთარ თავს. ეხლა ამაში ზოგი გულისხმობს, რომ ლურსმანი რო ჩავაჭედო და თავის დობა არ ქონდეს, ცეჩი ხო ჩავირტყაო. აქ ლაპარაკია არ არის ყოფით საქმეებზე, იმდენად რამდენადაც სულიერ ცხოვრებაზე და სულიერ განვითარებაზე. სულიერ ცხოვრებაზე და სულიერ განვითარებაზე ადამიანი საკუთარ თავს არ უნდა ენდობოდეს. ეს არის იგივე ნიკოდიმოს მთაწმინდელის უხილავ ბრძოლაში გახსოვთ. პირველი საფეხური სულიერ ცხოვრებისა, არ ენდობი საკუთარ თავს. სხვათა შორის, თქვენ ძალიან ხშირად ეს გჭირთ ხოლმე და მეც ესე მჭირს სამწუხაროდ, რომ სხვა საქმეში, ყოფით ცხოვრებაში უფრო გვეშინია საკუთარი თავისი ნდობის, ვაიმე თიჩი არ ჩავირტყავ, ჩაქუჩი, მაგალითისათვის ვამბობ. მაგრამ აი სულიერ ცხოვრებაში ყველაფერი ვიცით. აბა ერთი ვინმე რამე გვასწავლოს,
გესმით პირიქით აგვაქვს ხოლმე და სინამდვილეში უნდა იყოს პირიქით. სულიერ ცხოვრებაში დიახაც არ უნდა ქონდეს საკუთარი თავის იმედი. და აი გონიერი ლოცვა სწორედ აი ამ მდგომარეობაში გვამყოფებს. ნაკლებად ენდობა ესეთი ადამიანი საკუთარ თავს. თუ რაიმე კარგად გამოუვა, ამის მიზეზს არა საკუთარ თავში, არამედ ღმრთის წყალობაში ხედავს. ეხლა მე რასაც წაგიკითხავთ, ეს არის მდგომარეობა იმ ადამიანისა, რომელიც სწორე სულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, რომელსაც ეს გონიერი ლოცვა მეტნაკლებად აქვს და მის ცხოვრებაში. ესე იგი, თუ რამე კარგად გამოუვა, ამის მიზეზს არა საკუთარ თავში, არამედ ღმრთის წყალობაში ხედავს, რომლისათვისაც მუდამ ევედრება ღმერთს და ემადლიერება ღმერთს. მოუკლებელი ლოცვა რწმენის მოხვეჭას განაპირობებს. ჩვენ ხშირად გვაქვს დეფიციტი რწმენისა. მე ადრე გითხარით, ერთ-ერთი სიხასტი მამა როგორ ამბობს, მღვდელი, რომელსაც არ აქვს გამოცდილება გონიერი ლოცვისა, ის ვერ წირავს. ანუ წირვა კი აღევლინება, რა თქმა უნდა, ღვთის მადლით და ხალხი ეზიარება, მაგრამ თავად ვერ განიცდის ამ საიდუმლოებას. თუ ადამიანს არ აქვს, მღვდელს არ აქვს გონიერი ლოცვის გამოცდილება. მოუკლებელი ლოცვა რწმენის მოხვეჭას განაპირობებს. რადგან მოუკლებელად მლოცველი თანდათანობით, აი რატომ რწმენა, რატომ რწმენა მოუკლებელი ლოცვას, რატომ? რადგან მოუკლებელად მლოცველი თანდათანობით ღმერთის მყოფობას განიცდის. ღმერთი მისთვის თეორია კი აღარ არის, რომელი ხარ მამაო ჩვენში რო ამბობს, ეს რომელი ხარ მისთვის არის რეალობა უკვე. ესე იგი, ღმერთის ყოფობას განიცდის. ეს განცდა ნელ-ნელა შეიძლება იქამდე განვითარდეს, რომ გონების თვალი საღრთო განგებულებაში, ყველგან არის საღრთო განგებულება და ჩვენები გონების თვალი საღრთო განგებულებაში ღმერთს იმაზე უკეთ და ისე ცხადად დაინახავს, ვიდრე გრძნობადი თვალი ხედავს მიწიერ საგნებს. ხედავთ რა, ეს ძალიან გთხოვთ ძმებოდადებო, ეს არ გეგონოთ მეტაფორა. როგორ უნდა დავინახო ეხლა ხორციელ თვალზე უკეთესად ღმერთი ჩემი გულით. რა სისულელია, ვიღაცამ შეიძლება ეთქოს, არ არის ეს სისულელი. ხორციელი თვალი, იცით რას ხედავს? მირაჟს. აი მაგალითად ხორციელ თვალს გონია, რომ მზე მოძრაობს და მთვარე კი მოძრაობს დედამიწის გარშემო, მაგრამ მზე მოძრაობს დედამიწის გარშემო. ეს ეგონათ მრავალი საუკუნე. როდესაც გალილეიმ თუ არ ვთქვი მან პირველად თქვა, რომ არა დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო, აქ საოცარი ცით რა იყო. ეს იმით კი არ მიხვდა, რა ქვია, ტექნიკური საშუალებებით კი არ მიხვდა. არა. სოფხედელობა ქონდა ესეთი. მან თქვა, რომ როგორ შეიძლება მზე, რომელიც ადრე ეგონათ ეს მზე მოძრაობს დედამიწის გარშემო, მან თქვა, რომ მზე როგორ შეიძლება მოძრაობდეს დედამიწის გარშემო, როდესაც მზე არის ქრისტეს სიმბოლო. რადგან მზე არის და მათემატიკურად, მათემატიკოს თუ ვინმე დამემოწმება, მათემატიკურად ფორმულები თანაბრად იწერება. ის მოძრაობს, ზე მოძრაობს ჩვენს გარშემო, თუ ჩვენ მოძრაობთ მზის გარშემო, მათემატიკურად ორივე აღიწერება. ანუ რა მათემატიკაც იყო გავრცელებული, ძალიან კარგად აღიწერებოდა ის, რომ დედამიწა მოძრაობდა მზის გარშემო, მზე მოძრაობდა დედამიწის გარშემო. და გალილეო ამბობს, როგორ შეიძლება დედამიწა მზე მოძრაობდა დედამიწის გარშემო, როცა მზე ქრისტეს სიმბოლოა და ჩვენ უნდა მოძრაობდეთ ქრისტეს გარშემო, და ამიტომ ეს იყო მსოფლმხედველობრივი გამონათქვამი, რომ დედამიწა მოძრაობს მზის გარშემო. მაგრამ თვალი, ესე იგი, საწინააღმდეგოს გონება. თვალი ყოველთვის გვატყილებს. თვალი გვატყილებს არა მარტო მზესთან დაკავშირებით. მაგალითად, და არა მარტო იმასთან, რომ მზე ზღვაში ჩადის, მაგალითად, ხო? თვალი გვატყილებს ყველაფერში. ადამიანთან ურთიერთობაში, თვალი გვაჩვენებს, მოკლედ, ეს თქვენ ძალიან კარგად იცით, უჩემოთ საკუთარ თავს თუ მაინც დაკვირვები ხართ, თვალი როგორ არ არის სანდო. და ეს ფერების ხედვა, სამყარო მრავალფერია, სუბიექტური ხედვა ამ მხოლოდ და მეტი არაფერი. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ, როცა წმინდა მამა ამბობს, რომ ესეთი ადამიანი, რომელიც ღმერთს ეძებს, მისი გული ის უფრო მეტად ხედავს და უფრო მეტად ძლიერია ღმერთის ხედვა მისი გულის მიერი, ვიდრე გრძნობადი თვალი ხედავს ამ ხილულ სამყაროს. გული ღმერთის მყოფობას იგრძნობს. ღმერთის ამგვარად მჭვრეტელი და მისი მყოფობის გამცდელი ღმერთს ცოცხალი რწმენით ირწმუნებს და ეგება ხიბლი ადამიანიტყვის და აგრძელებს ამიტომ და ამ რწმენას საქმითაც დაადასტურებს. ეხლა რა საქმეა ეს? ამაში მე ქვემოთ წერია კიდე. მოუკლებელი ლოცვა ყოველგვარ, ეხლა რა საქმეზეა საუბარი? აი თუ ესია, რომ ესე იგი მე ღმერთს ხედავ და არ არის ხიბლი, რა საქმესთან ამაქვს აქ? მოუკლებელი ლოცვა ყოველგვარ ცბიერებას
ანუ ადამიანი რაც პირებაზეა საუბარი. ადამიანი აი გახსოვთ სახარების სიტყვები. ეს შეიძლება სიტყვები გაუგებარი იყოს, ხშირად ვკითხულობ. ნახეთ გაგახსენებ. ძენი ამას სოფლისანი უგონიერეს არიან, ვიდრე ძენი სასუფევლისანი. ანუ რაზეა საუბარი? ესე იგი, ამას სოფლის სულით აღსებული ადამიანები უფრო ჭკვიანები არიან, ვიდრე ღვთისშვილები. ეს რას ნიშნავს? რა გონიერებაზეა საუბარი? ადამიანებს რომელსაც ღმერთი არ აწამს და ამას სოფლის სულია და კაცმა კაცი რო ცოლად მოიყვანოს ნორმალო ამას რო ამბობს. რა გონიერებაზეა? ცბიერებაზე. აი ცბიერ გონებაზე. და ამ ცბიერებაზეა საუბარი. მოუკლებელი ლოცვა ყოველგვარ ცბიერებას აკარვებს. როგორ განაკარვებს? იმიტომ რომ თან რა ნახეთ როგორი უცნაური რამ არის. ადამიანს ეს სოხერი ცბიერება ჭირდება. ეს მზაკრობა ჭირდება, ნიღაბი ჭირდება, თვალთმაქცობა ჭირდება, კაცთმოთნეობა ჭირდება, გესმით? მლიქვნელობა ჭირდება. ეს უჭირდება ადამიანს რომ დაიმკვიდროს საკუთარ თავში. გონიერ ლოცვას არ ჭირდება, რატო? იმიტომ რომ ამ ცბიერებას ნახეთ რა აკარვებს? ღმერთზე მინდობა. ანუ ყოველგვარ ცბიერებას ღმერთზე მინდობით განაკარვებს. ღმერთსენდობა აღარ ჭირდება. ღმერთია მისი ზურგი. და გონებას სხვა და სხვა უსარგებლო აზრებისა და გულისხმების ტყვეობისაგან ათავისუფლებს. არ ჭირდება უსარგებლო, ხვდება რა არის უსარგებლო და ხვდება რა არის არასწორი. მოუკლებლად მლოცველი მეოცნებეობის, რომელიც ამ სამყაროდან გაქცევის ის არის სურვილი, მეოცნებეობის ამაო ზრუნვისა და შფოთისაგან თავისუფლდება. ჩვენი ცხოვრება სულ ეს არის, ამაო შფოთი, ზრუნვა, რაღაც სულ ოცნებობთ, აი ხვალე რაღაც ისე იქნება. ამისგან თავისუფლდება. ეს პრობლემა აღარაა. და ბოლოს იგი სახარების მცნებისაებ ბავშვობის მდგომარეობაში მოდის. თუ არ იქნებით ვითარცა ბავშვი, ვერ შეხვალთო სასופველოში. განა ეს სიტყვები ვინმე გააუქმა? აბა ვინ გააუქმა ეს სიტყვები? მე ვარ ბავშვი და არა. როგორ შევალ? შენ ახარ ბავშვი. იმდენი შენ რა გითხარი? აბა როგორ შევალ და ვინ გააუქმა ეს სიტყვები? ძმებოდადები. ვინ გაგვიუქმა? აი თურმე როგორ უქმდება, ცნება კი არა, როგორ ვახწევთ უბრალოდ ამას. მოუკლებელი ლოცვა, მოუკლებლად მლოცველი ბავშვობის მდგომარეობაში, სახარების ცნებისაებ ბავშვობის მდგომარეობაში მოდის და ხდება სულელი ქრისტესათვის. გახსოვთ პავლე მოციქული? ჩვენ სულელ ქრისტესათვის. თქვენ ბრძენ რაღაც ესეთი ცოტა ცინიზმი რო ურევი, ხო? ესე იგი, ამას სოფლის ღმერთმა სისულელის ქადაგებით, ჯერიჩინა ღმერთმა რათა სისულელის ქადაგებით მოექცია ეს სოფელი, ანუ ღმერთი მოვიდა ადამიანად და ჯვარზე მოკვდა. სისულელი ამას სოფლისათვის, საცდური მორწმუნე რელიგიური ადამიანებისათვის, ბრძენი ადამიანებისათვის სისულელე, აი ესეთი სულელი ხდება. ბავშვურად იღებს ამას. ხდება სულელი ქრისტესათვის, ანუ ამბობს რა უარს ამას სოფლის გონზე, რომლის თავადი არის სატანა, ღმრთისაგან სულიერ გონებას იძენს. მოუკლებელი ლოცვა განაკარვებს ცნობის მოყვარეობას, ეჭვებს, ხშირად გითქვიათ, აი ეჭვებით მე მითქვავს, გახსოვთ, ეჭვს როგორ აჯობო. მრავალი საშუალება ყველაზე მთავარი. როდესაც შენი გული ღმერთს გაიცნობს, დამთავრდა იქ ეჭვის ადგილი აღარ არის. ვიცნობ უკვე ღმერთს. მასთან ურთიერთობა მაქვს, რა ეჭვზეა საერთოდ ლაპარაკი. ეს არის მოუკლებელი და გონიერი ლოცვის ნაყოფი. მოუკლებელი ლოცვა განაკარვებს ცნობის მოყვარეობას, ეჭვებს და ამის გამო ყოველ ადამიანს, რატო ამის გამო? იმიტომ რომ ეჭვიანი ბუნება აღარ აქვს და რადგან ჩემში ღვთის სულია უკვე ქრისტეს თვალებით ვხედავ სამყაროს. ეს არის გონიერი ლოცვის ერთ-ერთი ნაყოფი. ამის გამო ყოველ ადამიანს კეთილად აღიქვამს. კეთილად აღიქვამს ყოველ ადამიანს. ადამიანებისადმი ამგვარი გულის მდგომარეობით და განწყობით მათდამი სიყვარული იბადება. რო არ გვიყვარს ხოლმე ერთმანეთი, აი საიდან მოვა ეს სიყვარული. მოუკლებელი მლოცველი მუდამ ღმერთთან მყოფობს, უფალს როგორც საკუთარ მეუფეს შეიცნობს, თორე ნათქვამი გვაქვს. გწამს ქრისტე გვეკითხება მღვდელი როცა ვინათლებით. წამს იგი ვითარცა მეუფე და ღმერთი. მაგრამ ჩვენ ისევ ცხოვრობთ, ეს ჩვენი მეუფე არ არის. არ ვაბატონებთ ჩვენ მას გულზე. მოუკლებელი ლოცვა ეს ძალა, რომელიც აქამდე მიგვიყვანს. საკუთარ მეუფეს შეიცნობს, მას უფალს შეიცნობს როგორც საკუთარ მეუფეს, ღვთის შიშს მოიხვეჭს, რითაც
სიწმინდე სიმკვიდრეს, იმიტომ რომ ღვთისში სადაც არის უწმინდურობა ვერ ჩერდება. ხოლო სიწმინდის მიერ საღმრთო სიყვარულს ეზიარება. წმინდა ეგნატე ბრიანჩევნოვი მეორე ტომი. მეტა მივხვდით რა უნდა გავაკეთოთ. ღმერთმა მიგვახვედროს, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ. და თუ ამას გავაკეთებთ, მაშინ ნამდვილი ქრისტიანები ვიქნებით. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს და სიყვარული ღმრთისა და მამის და აზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.